გალთის სამონასტრო კომპლექსი დღეს ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად მოინახულა. ტაძარში წმინდა მარინეს ეკვდარისა და სამხრეთ კარიბჭის მხატვრობის გადაუგდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს, რომელსაც შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები და აღმოიფხვრა ფერწერის ფენების დაზიანებები. შეკეთა ეკვდარის გადახურვა და ცემენტის იატაკი კირის საფარით შეიცვალა. შეერთებული შტატების ელჩი კულტურის უწყების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. წლების განმავლობაში წმინდა მარინეს ეკვდერში ჩამოედინებოდა წყალი და თუ არა წელს რომ არ განხორციელებულიყო ეს არქიტექტურული რეაბილიტაცია, ანუ არ გამოსწორებულიყო თვითონ მიზეზი წყლის ჩამოდინების, ფაქტიურად ფრესკები დაკარგვის პირას იდგა. შემდეგ უკვე გაზაფხულიდან დაიწყო ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები. აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს არის პრევენციული კონსერვაცია. ეს არა მარტო ქართველი ერის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა. მე აღთვალებული ვარ, ნანახი ბედნიერი ვარ, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდა საშუალება გარკვეული რესურსი გამოეყო იმისთვის, რომ ჩატარებულიყო საკონსერვაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს ულამაზესი ნაგებობების და მისი შესანიშნავი ფრესკების კონსერვაციას და შენარჩუნებას შემდგომი თაობებისათვის. გასაკვირველია, კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი და ალბათ ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ გაგრძელდეს მუშაობა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იმისათვის, რომ მან თავისი ფონდიდან, რომელსაც ქვია ასე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, დააფინანსა აქ რამდენიმე ფრესკის კონსერვაცია და არიან ისინი შესანიშნავ მდგომარეობაში, ისეთი როგორიც მივიღეთ დღეს და გადაეცემა მომავალ თაობას ასევე შესანიშნავ მდგომარეობაში.